სწორხაზოვანი გზის საწყისი და ბოლო პუნქტებიდან ამ გზაზე ერთდროულად ერთმანეთის შემხედრე მიმართულებით მოძრაობა დაიწყო ავტომობილმა და ავტობუსმა. ავტომობილი მოძრაობდა მუდმივი 60 კm/სთ სიჩქარით, ხოლო ავტობუსი მუდმივი 40 კm/სთ სიჩქარითო. ესე იგი, ერთი აქედან გამოვიდა, მეორე აქედან გამოვიდა და ერთმანეთისკენ მოძრაობენ მოკლედ. 1 საათში აღნიშნულ გზაზე მოძრავ ამ ავტომობილებს შორის მანძილი იყო 10 კილომეტრის ტოლ. მოძრაობის დაწყებიდან 1 საათში ამ ორ ავტომობილს შორის მანძილი იყო 10 კილომეტრი. ეს რას ნიშნავს? მაგ ჩვენ გვაქვს თეორიულად ორი ვარიანტი. ერთი ვარიანტი არის ისეთი, როცა ისინი ჯერ არ შეხვედრიან ერთმანეთს, ანუ ერთმა 60, მეორემ 40 გაიარა და მათ შორის მანძილი არის 10 და მეორე სცენარი, მოდი მეორე სცენარიც ლამაზად დავხაზოთ, არის შემთხვევა, რომ ეს ორი ავტომობილი ერთმანეთს შეხვდა, გაცდა და მერე არის მათ შორის მანძილი, ესე იგი 10 კილომეტრი, ხო? აქ აი ასეთი რამ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ნახე, ერთმა 60 კილომეტრი გაიარა, მეორემ 40 კილომეტრი გაიარა და მათ შორის მანძილი არის 10 კილომეტრი. პირველ შემთხვევაში, ჯერ დამატებითი პირობების გათვალისწინების გარეშე, ამ ორ ავტომობილს შორის მანძილი, ანუ ამ ორ პუნქტს შორის მანძილი არის 110 კილომეტრი და მეორე შემთხვევაში ამ ორ ავტომობილს შორის უпростоრად კი ამ ორ პუნქტს შორის მანძილი არის 60 + 40 გამოკლებული მათი თანაკვეთა, საერთო, აი ეს 10 კილომეტრი და ამ შემთხვევაში ეს გამო 90 კილომეტრის ტოლი. პირველ შემთხვევაში შეხვედრა 1 საათზე ნაკლებ დროში არ მომხდარა. ახლა ამ ორ სცენარს რა განასხვავებს ერთმანეთისგან? ნახე, მე თუ მეწოდინება, რომ ეს ორი ავტომობილი ერთმანეთს 1 საათზე ნაკლებ დროში შეხვდა, ეს ნიშნავს იმას, რომ პირველი სცენარი არ მაქვს, იმიტომ რომ პირველი სცენარის დროს ისინი 1 საათის შემდეგ არ შეხვედრილან, ხო, საერთოდ, მერე შეხვდნენ. ამიტომ ეს ვარიანტი არ მუშაობს პირველი პირობის კონტექსტში, ხო? მეორე სცენარი მუშაობს, იმიტომ რომ თუ მათი შეხვედრის მომენტი 1 საათზე ნაკლებ დროში დადგა, ესე იგი ეს 10 კილომეტრი არის თანაკვეთა. ამიტომ პირველი პირობით მე ვადგენ, რომ ამ ორ ავტომობილს კერა და ამ ორ პუნქტს შორის მანძილი არის 90 კილომეტრი. ამიტომ პირველი პირობა საკმარისი. რაც შეეხება მეორე პირობას, ავტომობილი და ავტობუსი ერთმანეთის მოძრაობის დაწყებიდან 2.5 საათზე მეტ დროში შეხვდნენო, ამ მეორე პირობის კონტექსტში ორივე სცენარი აქტუალურია და ამიტომ მეორე პირობის დროს ვერ დავადგენთ 100 თუ 90 ამ ორ საწყის წერტილს შორის მანძილი. შესაბამისად, სწორი პასუხი გვექნება პირველი პირობა საკმარისი, ხოლო მეორე პირობა არ არის საკმარისი.